ეს კვიპროსია, აია-ნაპა. ქართველი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება ზაფხულის დასვენებისთვის. All inclusive, მისი ბიჩი, იახტის ტური, ულამაზესი ზღვა და დრონით გადაღებული შთამბეჭდავი კადრები. აქეთ კი ბათუმია, კავკასიის სიამაყე, აჭარული შარმითა და შავი ზღვის ენერგიით, მაგრამ რეალურად საჯობია დასვენება 2026 წელს. სად უფრო ლამაზია ზღვა, რომელიც სანაპირო ჯობია, სად უფრო ღირს ფულის გადახდა და რეალურად რა თანხებთან არის დაკავშირებული ქართულ-კვიპროსული დასვენება. აია-ნაპა თუ ბათუმი, ამ ყველაფერს ჩემს ოჯახთან, ნინისთან და ნოასთან ერთად გაჩვენებთ. თუ მოგწონთ მოგზაურობა და რეალური გამოცდილებები, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დავიწყოთ. სამშობლო მთებო, თქვენი შვილი განებევთ თავსა. და აი ისიც მეგობრებო, მრავალთვიანი ლოდინის შემდგომ დადგა ის დღე, როდესაც მე ნინი და ნოა კვიპროსში მივდივარ. ნინი თქვი დადამოდი. მოგიყვებით ფასებზეც, 1500 ლარი დაგვიჯდა სამივე ჩვენგანის ფრენა, პლუს 26 კილოიანი ბარგი და სამივე ჩვენგანის ზურგჩანთა. აქ დავტოვებთ ჩვენს თეთრ მეგობარს და ქუთაისიდან გავაგზავნებთ გზას კვიპროსისკენ. ქუთაისიდან ქალაქ ლარნაკამდე სულ რაღაც 1221 კილომეტრია. ფრენას 2 საათამდე სჭირდება, ხოლო ლარნაკადან აია-ნაპამდე ტრანსფერს მხოლოდ 40 წუთი, რაც საშუალოდ ზრდასრულზე 15 евро ღირს. ეს პატარა ქვეყანა 2004 წლიდან ევროკავშირის წევრია და მიმოქცევის ვალუტაც ევრო აქვთ. თუმცა კვიპროსი მარტო ლამაზი პლაჟები არაა. ეს არის კუნძული, სადაც ევროპა, აზია და ბერძნული კულტურა ერწყმის ერთმანეთს. კვიპროსი 1974 წლის ომის შემდეგ ორ ნაწილად, ბერძნულ და თურქულ მხარედ გაიყო, ხოლო მისი დედაქალაქი ნიქოზია დღემდე შუაზია გახლეჩილი. ტურისტული სეზონი მაისიდან თითქმის ნოემბრამდე გრძელდება. ინგლისურად და რუსულად ყველგან თავისუფლად ლაპარაკობენ, რაც ტურისტებისთვის მოგზაურობას ძალიან კომფორტულს ხდის. აია-ნაპა კი განსაკუთრებით ცნობილია გამჭვირვალე წყლით, ღამის ცხოვრებითა და საოცარი სანაპიროებით. კარგით, მოდი ახლა დავათვალიეროთ ჯერ აია-ნაპას სასტუმრო, შემდეგ კი აჭარასაც ვეწვიოთ. იცეკვე და გამომეკიდე. გაიქეცი. მოდი, ქუმურთეში. სიგინგიბი ამაღლე. ქუმურთეში. გინგიბი ყო. აბა? ალა. ოთახისადარი ჩვენი. შევიდეთ, აბა შევწევი. აივანის ალიეს. ეს ვალეთი ალის. ეს ვალეთი. ეს ადინებელი. ეს აივანი. და ეს აივანი. და ეს აივანი. აბა აივანი ვაჩა. ეს აივანია. ამიკო საჩამოვედი. მე რა ვიცი, მე პიპოში ვარ. ძალიან მყუდრო, კომფორტული და რაც მთავარია, სუფთა ოთახი. ამ სასტუმროს ნომერში ლარებში რომ ვიანგარიშოთ გადავიხადეთ 2200 ლარამდე და ნუ მე ძალიან კმაყოფილი ვარ. თან ეს არის all inclusive, შედის კვება, რამდენჯერაც გინდა, რამდენიც გინდა, დალევაც. ერთი მინუსი ალბათ ის აქვს, რომ 400 მეტრი არის ზღვის ზოლამდე, მაგრამ მაგასაც ახლა დავტესტავთ და ვნახავთ.
ნახოთ აქ როგორი სასტუმრო დაგხვდა და რადგან ნუ ამ ლაპარაკის ხასიათზე არ ვარო, მინდა ლაპარაკი. ნომერს გვაჩვენებს ნინი. წავედით. ასე გამოიყურება ჩვენი ოთახი, რომელიც საკმაოდ ლამაზია. აქეთ გვაქვს ულამაზესი და უგრძელესი სარკე. ეხლა კი ვნახოთ ხედი, როგორი გვაქვს წვიმიანი, მაგრამ მაინც ლამაზი. ეხლა კი შევიხედოთ ოჯახში თემის ყველაზე საყვარელ ადგილზე. შეგაიძვერა. ეს სასტუმრო მდებარეობს ჩაქვში და ავარჩიეთ ორი მიზეზით. პირველი, აქ გვაქვს პროექტი და ვიმყოფები ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფთან ერთად გაეროს მოდელირებაზე. და მეორე, ეს სასტუმრო უფრო შეეფერება ფასებით კვიპროსის სასტუმროს. და ოჯახური დასვენებისთვისაც ბევრად უფრო უკეთესია. სამწუხაროდ არ გაგვიმართლა მეგობრებო და მაინც და მაინც წვიმა დაემთხვა. ერთი უარყოფითი რაც არის მეგობრებო და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, არის რომ სასტუმროს არ აქვს პარკინგი, აქვს ცალკე დაახლოებით 300 მეტრა, 200 მეტრა არის სასტუმროდან და ეხლა ნახეთ წვიმს და ამ წვიმაში მომიწევს რომ ფეხი წავიდე იქამდე და კიდე უფრო უარესი. ეს პარკინგი ეღირება 10 ლარი სეზონისთვის. ხედეთ რა მომიწევს ეხლა მე. ვაი! აი ეს უნდა მიწევდეს! ეს სასტუმრო მართლა ძალიან ლაქშერი და მაგარია და მოდი სანამ დაგათვალიერებინებთ ფასებსაც გეტყვით. რა თქმა უნდა ისე ავარჩიეთ რომ დაახლოებით თანაბარი ღირებულების ყოფილიყო, უბრალოდ განსხვავება ის არის რომ იქ all inclusive იყო, ანუ ყველა საჭმელი, სასმელი იყო უფასო, მათ შორის ალკოჰოლური. აქ კი გვაქვს დილის საუზმი აღებული მეგობრებო, იმიტომ რომ სამჯერად იყვება ძალიან აძვირებს ფასს. 307 ლარი ჯდება საუზმით ერთი ღამის საფასური და თუ გინდა რომ სამჯერად იყვება იყოს, ანუ დარჩენილი ორი იყვება 240 ლარით აძვირებს. ამიტომ ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნება თუ აიღებთ საუზმით და შემდგომ გარეთ შეჭამთ საჭმელს და ეხა 240 ლარზე მეტი შეჭამო ღამეში დღეში არ ამგონია. ასევე კომფორტული არის, როდესაც ჩაქვში ხარ, უნდა გახვიდე ბათუმში, უნდა ნახო ციხისძირი, ბოტანიკური ბაღი და შესაძლებელია რომ კვება გააცდინო და იმ თანხას კარგავ. ამიტომ რას ბოდიალო ბიჭო. ხო მიხვდით მოკლედ რა. დადამ, გემის ტურზე მივდივართ. და რა თქმა უნდა ვაგვიანებთ. ნახოთ როგორი იქნება. ეს წვიმა იყო გამოცხადებული, მაგრამ ძენ პატივი გქცა. Let's go. Move out the way like damn. Try get my van. Lapped up, try get my. Get low for me, baby, no hands. Goddamn, like damn. In the ends, I'm feeling like bam. Throwing bands and it's making them dance. Like, do you know who I am? Stick with me, I got a plan. Try get my van. Lapped up, try get my. Get low for me, baby, no hands. Goddamn, like damn. In the ends, I'm feeling like bam. Throwing bands and it's making them dance. Like, do you know who I am? Stick with me, I got a plan. I got a plan. Like, do you know who I am? თმები კი მაგიჟი კომპოზიტორივით, მაგრამ საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ამ გემის ტურის აღება მართლა. საოცარი სანახაობები, ნუ ძალიან მაგარი დრო გავატარეთ. უბრალოდ დანახვა აღარ მინდა ამ გემის. ცოტა დავიღალე და მომბეზდა, მაგრამ საოცრება იყო. შარვალი რა თქმა უნდა ჯენზივე არის. აი მართლა ყველაზე კომფორტული შარვლები არის და ამას როცა იცავ, თქვენ ცხოვრებაში შეიძლება ჯინსის ეტაპი დამთავრდეს, ფიზიკურად ვეღარ ჩაიცვამ. მამიკო, როგორ მოგეწონა გემი? ხელით მაჩვენებს, კარგი იყო. ნინი შენ? აი სანახაობები სილამაზე, აქ ივნისში რო ჩამოხვალ და ოქტომბერში იქნება ბევრად უფრო მაგარი და ნუ საოცრება იყო ამ ხრივ. ბაი. ამ ხრივ და აი აუცილებლად აი 100%-ით გირჩევთ რომ ეს ტური აიღოთ. 45 ევრო არაფერი არ არის და ნახავთ ძალიან ბევრ ამას მართლა. პარკინგიდან რესტორნამდე ძალიან დავსველდი. მოდი შიგნით რაც ხდება იმას გაჩვენებთ, ამიტომ შევადაროთ კვიპროსული საჭმელი ჯობდა თუ აქაური. წავედით რესტორანში.
როგორ ზრუნავს თავის კვებაზე მუდმივად, ესე რომ მეც ზრუნავდე, ჩემს ტანს ძაღლი არ დაყებს და. სად უფრო გემრიელი იყო საჭმელი ამას ვიდეოს ბოლოს გაიგებთ. მანამდე კი, რადგან კვიპროსში გაგვიწვიმდა, ჩემი და ნინის დასველებაზე ორიენტირებული სანაძლეო ვნახოთ. სასტიკად გაწვიმდა. ამიტომ მოვიფიქრე ესეთი იდეა. წაგებული ამ წვიმასა და ქარში, ჯეირანის შემდეგ, ჩავიდეს აუზში. მზად ხარ ამ ჩელენჯისთვის? კაი, ვილოცებ მე ჩემპიონში ერთწამი და დავიწყოთ. ინტრიგნული ზეციერების ღმერთო, შენ თვითონ დაფიქრდი ახლა მე რო წავაგო, ჩემი ღიპი ვის რათ უნდა რომ ნახოს. ტანწერწეტა გოგომ რო წააგოს, ყველას გაუხარდება, მათ შორის მეც დასველება არ მომიწევს. იცი რაც უნდა ქნა. აი ეს იყო ჩემი ლოცვა. შენ გაქვს რამე ლოცვა? ძალიან კარგი, მოდი. ერთამდე მარტო. ჯეირანი. ერთი წამი. ეს საფათოც ყოფილა, არ ყოფილა მარტივი. ჯეირანი. ვიღაცა ძალიან მალე აღმოჩნდება სველი. მე ესე შევიარაღდები, რომ ოსმო პოკეტი არ დამისველდეს. წავედით. მე რომ წამეგო დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს იხვიხვინებ და ხოლო თვითონ რამდენად ბედნიერი იყო ამ ჩელენჯით, შეგიძლიათ მის სახეზე ამოიკითხოთ. მეგობრებო, მინდა მოგიყვეთ როგორ გავხდი უსამართლობის მსხვერპლი ჩვენივე ოთახში. 7, 8, 9, 10 სათვალე აქვს წამოღებული მეგობრებო. აი ეს ყველაფერი არის მაგისი რა, ესეც და ჩემი კარა და არ გაინტერესებს რომელია ჩემი გაყოფილება? აი ეს. ეხლა მივხვდი რატომ ეჩალიჩებოდა, ჩემოდანს რო ვავსებდით, ეს არ გინდა, ის არ გინდა, ეს ქელია, ბევრ ადგილს წაიღებს და მე ვარ წამოსული 2 მაიკა ნახევრით მე გაჭირვებული. შევამჩნიე რომ ნინი კარხასიაძე არ იყო და შევთავაზე ის რაც მას ყველაზე მეტად აბედნიერებს. რილების გადაღება. და მოდი ვნახოთ თბილისიდან წამოღებული ამდენი კაბა საქმეში. რილების დროც მოვიდა. ეს რილები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ სოციალებში. TikTok-ზეც, Instagram-ზეც, Facebook-ზეც ყველგან აქტიურები გახლავართ. მეგობრებო, მე მინდა გაჩვენოთ backstage-ი, თუ როგორ იცვავენ ინფლუენსერები და როგორ ემზადებიან სცენის მიღმა. საქართველოსა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განთქმული რილერი, Instagram-ის დედოფალი, ქალბატონი ნინი ფანცხავა, live რეჟიმში გთავაზობს ინფლუენსერთა მომზადების საშუალებებს. ასევე ჩვენ გვაქვს იდეა, რომ გავხსნათ ორგანიზაცია კრიმინოლოგების მსგავსი, რილებისთვის და ქუჩაში გადაღებებისთვის მომზადების ეროვნული ერთიანი ცენტრი, რომელსაც ჩემი ნინი უხელმძღვანელებს. ნინი, საოცრად ლამაზი ხარ ჩემო ცხოვრება, დავიწყოთ? მოვრჩით მეგობრებო, და ეს ძალიან კარგია. დაგჭირდა 1 საათი. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ნინი არის კმაყოფილი. და ბედნიერი. დილიდან არ მელაპარაკებოდა, არ მიიღებო შენო და სანამ არ გადაუღებდი. ცოლი შემოვირიგი, ამაზე კარგი კი არაფერია. დღეს დიდი დღეა. ხვიჩა კვარაცხელია ფინალში არსენალის წინააღმდეგ. დავიქირავეთ აი ეს დარბაზი და ყველა ერთად უყურებთ. მალე გაივსება და დავიწყებთ. ძალიან ამაყი ვარ ჩვენი ბიჭით. აბა, ხვიჩა, შენიცი, არ შემარცხინო ბიჭო? აბა. Tarsikata, shawikata, tarsikata, shawikata, tarsikata, shawikata, tarsikata, shawikata, tarsikata, tarsikata. შესანიშნავად დასრულდა დღევანდელი ღამე. ხვიჩა კვარაცხელიას ტრიუმფი ჩემპიონთა ლიგაზე მეგობრებო და ორჯერ აწეული თასი. მოდის წალენჯი ხაში. ეხლა მივდივარ რომ ნახო რა შვებიან კრიმინოლოგები. ზოგადად ვისაც გაინტერესებთ ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფზე, ჩვენ ვართ იურისტები პროფესიით, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები 13 წლიდან სწავლობენ ჩვენთან. ვისაც აინტერესებს პროკურორობა, ადვოკატობა, ზოგადად იურისტობა,
გამომძიებლობა, მათთვის არის ეს ყველაფერი და ასევე გვაქვს საერთაშორისო სამართლის თემებიც. ჩემი წინა ვლოგები ამერიკასა და ლონდონში სწორედ კრიმინოლოგებთან ერთად იყო და საოცარი თავგადასავლები ჰქონდა და ეხა ამონათდება გვერდებზე და შეგიძლიათ რომ შემდგომ ნახოთ. საღამოს ყველანი ერთად სასტუმროს ბარში წავედით. ცოტა დავლიეთ, მოვილხინეთ, მე კი გადავწყვიტე რომ დაგაბრუნოთ კვიპროსში და გაჩვენოთ მისი ბიჩი. მეგობრებო, ჩვენ აქ ჩამოსულები ვარ ჩვენს მეგობრებთან ერთად, გიორგი და მარიამი, თავისი ძალიან მაგარი შვილით. მეგობრებო, ეს ის ხალხია, ვინც გამაცნო ნინი 5 წლის წინ ბაკურიანში. მარიამი და ნინი არიან ბავშვობის მეგობრები, კლასელები, მე და აზარა კიდე ძალიან დიდი ხნის ძმაკაცები და ესე დავეჯახეთ ერთმანეთს და ეხლა ვისვენებთ ერთად. ზუსტად ამ დროს შევამჩნიე რომ ჩემი ძმაკაცი აზარა კადრიდან გავიდა. მანამდე კი მე მეფარებოდა. მოგვიანებით გამომიტყდა რომ გამოჩენა არ უნდა, რადგან კამერების ცხენია. მე როგორც მისი ნამდვილი ძმაკაცი, რა თქმა უნდა, მის თხოვნას პატივს ვცემ და არ გავასაჯაროებ მის პიროვნებას. გიორგი აზარიაშვილი მშვილდოსანი, მიდრეკილება აქვს ბობოლობისადმი, უყვარს მიწების შესყიდვა და ზედ ნაგებობების აშენება. მიღებული აქვს საპატიო ვარკეთილელის ჯილდო მრავალგზის. მისი ფარული მიზანია ცხოვრებაში მიაღწიოს იმდენს, რომ ვარკეთილის პლაშატკაზე დადგან მისი ბიუსტი. ასევე გიორგი აზარიაშვილის დაკუნთულ ზურგს ეკუთვნის ერთი მსოფლიო რეკორდი. ეს არის მსოფლიო რეკორდი სხვათა შორის 16 ჩანთა მოქონდეს და მისოლს ლეპტოპი და მისოლს არაფერი, ეს არის ანუ 16 ჩანთა წამოუღიეთ, მაგრამ მისოლს არაფერი ეს არ ყოფილა, ამიტომ ეს არის მსოფლიო რეკორდი. ბრავო მეგობრებო. ეხლა წავედით, სად მივდივართ მეგობრებო? ნისი ბიჩ და ვნახოთ ნისი ბიჩი ჯობია თუ ქართული კურორტების სანაპიროები. Let's go. ქალაქი დიდად გადამრიე არ არის, მაგრამ საყვარელია. ბევრი ქართველი ტურისტია და ხშირად გაიგონებთ ქართულ საუბარს. პლაჟების შესანიშნავი აქვთ მოვლილი სუფთა და ქვიშიანი. ერთადერთი რამაც ცოტა დაგღალა იყო ქარი. აქ ლიმუზინი ტაქსებია, ნისი ბიჩამდე $10 წაგვიყვანა და აი ისიც. შეიძლება ითქვას, სანაპირო ძალიან ლამაზია, მოწესრიგებული, თეთრი ქვიშა, არყრია ნაგავი, შეზლონგები და სხვა ინვენტარი ბევრად უფრო მოწესრიგებული, თანამედროვე, სუფთა და ჯანსაღი შესახედაობის არის, ვიდრე ბათუმში სამწუხაროდ. ნუ არ არის ეხა იმ დონის, რა დონისაც არის ბარსელონაში, ეგვიპტეში, მაგრამ საკმაოდ კარგი არის აქაც. საღამოს ჩვენი სასტუმროს გვერდითვე გასართო პარკს ვეწვიეთ, სადაც ძალიან კარგი გარემო და ყველა ასაკისთვის შესაბამისი ატრაქციონი დაგვხვდა. მათ შორის ჩემი ღამეული კოშმარიც. ატრაქციონი, რომელიც პირველად ნახე დუბაიში და იქ რო დავინახე, იქაც ხო ძალიან შემეშინდა. შეუძლებელია რომ მე მან დავჯდე. და აქაც ვნახე. ნინის ვეხვეწე დაჯექიმეთი, მაგრამ ნუ ნინის ესეთები არ უყვარს. აბა ეხლა თქვენ თუ დაჯდებოდით, აბა გაჩვენებთ და შეაფასეთ თქვენ, რამდენად საშიში ატრაქციონია. მეშინია, მაგრამ კაცი, რომელიც შიშის მიუხედავად ვერტფრენში იჯექი, რომელმაც ამერიკაში 15 ჩინელს დააჯერე, რომ დემნაგვასალია იყავი, კაცი, რომელიც ლონდონში აკრძალული გადაღებებისთვის შერლოკის მუზეუმიდან გამოაგდეს. ამას ვერ გავბედავ? სანამდე დავითვლი და რასაც ტვინი გადაწყვეტს, იმას გავაკეთებ. 3, 2, 1. დიახ მეგობრებო, როგორც მიხვდით, ვერ დავჯექი. აი მან რო დავждე, შეიძლება მართლა გული ამერიოს. ჩემო კარგებო, მე კი მიყვარს რაღაცების გაბედვა, მაგრამ ეგ ჩემი სპორტი არ არის. თუმცა მეგობრებო, აქვე ვდებ პირობას.
როცა ავალ 150.000 გამომწერზე და იმედი მაქვს ამას ვერასდროს მოვახერხებ, მერე დავჭდები. კარგი, ნინი, მოდი ეხა შევაჯამოთ ვის რა სად მოეწონა. გაწყობს? პიპოში მომეწონა. ჩვენ დავიწყოთ ქალაქით. ანუ ქალაქი რომელი უფრო მოგეწონა, აიანაპა თუ ბათუმი? და დაწერე პირველი 100 და მაგით მივხვდებით რა. მე რა თქმა უნდა, მე მაგ B, ბათუმი, შენს ბათუმი. ნუ აიანაპას ბათუმი 100 თავი ჯობია როგორც ქალაქი. კარგი, მოდი ახლა შევაფასოთ, რომლის სანაპიროები უფრო უკეთესია. აქაც უდაოდ ვიცი ერთი. მეც აიანაპას სანაპიროები ბევრად ჯობია. იქ არის აი ყველაფერი მოწესრიგებული და ეს 4-ხლარიანი შეზლონგები იქ არ გდია. უკაცრავად წელს 10 ლარი გახდა თურმე შეზლონგი. მართლა? ანუ თვითონ სანაპირო ჩვენი ქვიანია, რაღაცა მოუვლელია, ბევრი ნაგავიყია, იქ ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. კარგი, ეხლა მოდი თვითონ ზღვა რომელი ჯობია. მე მომეწონა სამი ზღვა. რა თქმა უნდა, აიანაპას ზღვა ჯობია, სამწუხაროდ მეგობრებო, ბათუმის ჩვენი შავი ზღვა საერთოდ არ არის ლამაზი. თვითონ წყალი იქ ლურჯი ფერის არის, ძალიან ლამაზი არის, გამჭვირვალეა, რო ჩახტები ძირს ხედავ და ჩვენთან მოდი ეხლა იყოს სასტუმრო სადუკეთესია. რა თქმა უნდა, ბათუმში ამ ფასად ბათუმში ბევრად უფრო უკეთესი სასტუმროა მეგობრებო, ჩვენი აზრით. ბათუმში და ჩაქვში. ჩაქვში. ჩაქვი ბათუმიდან გაქვს. კარგი, მოდი ეხლა ფასები, სად უფრო დაბალი ფასები არის და სად უფრო იაფია თვითონ ყველაფერი რა, თუნდაც ყვებად, გარე ყვებად, თუნდაც სუვენირები, ასე შემდეგ. თუ რა არის? თანაბარია თითქმის. თანაბარი, ჩემთვის ყველა ვარიანტი. евро ლარში რო გადმოიყვანო, თანაბარია აქ იგი. არა, ჩემთვის აი მაგალითად მე მოხიტოზე ვიყავი, ჩემთვის აი მოგიხსენება 8 евро ღირდა მოხიტო იქ და აქ ღირდა ჩაქვში 35 ლარი და კარგი რა. ხო. 7-8 ლარი სხვაობა ძალიან მაღალი. მაღაზიებიც ძალიან ძვირი იყო, არის აქ ყველაფერი, კოკა-კოლა იქ ღირდა 50 ცენტი და ჩვენთან რა გვერდს. და მეგობრებო, კიდე მაგას დავამატოთ რა, რომ ქართველებისთვის ბათუმი ძალიან ძვირია. შენ რო ჩადიხარ კვიპროსში და ლარს ევროზე ამრავლებ, ხო? იქ კვიპროსელი ევროში რო იღებს ხელფას, იმისთვის ის 10 евро 10 ლარი გამოდის. და ქართველისთვის, ანუ საქართველოში დასვენება, ნუ ძალიან ძვირია მართლა. ნორმალური დასვენება. ზღვის ზოლზე ბათუმში კოკა-კოლა ღირს ნუ 5 ლარი, სისხლია ეგეთი რაღაცა რა და გამოხვალ და აქეთ 300 მეტრაში იაფირის უკვე ხო ანუ მოგეთ ფასები ბათუმში მართლა ძალიან ძვირია და ამაზე არ ვიცი მეთანხმები? კვებაზეც ერთხმად შევთანხმდით რომ აიანაპას სასტუმროში უფრო გემრიელი საჭმელები იყო. ფასები ზუსტად სადრა დაჯდა ვიდეოს კომენტარში დაგიწერთ. ასევე დაგვიკომენტარეთ თქვენი აზრი სად უფრო მოგინდათ დასვენება. კაი და ბოლოს ნოა შე რომელი მოგეწონა? საქართველოში თუ კვიპროსში? პიპოში. რატო? ეს იყო ჩვენი თავგადასავალი საქართველოდან კვიპროსამდე და მასში ჩატეული ჩვენი ოჯახური იდილია. მე მჯერა, რომ ადამიანები სანამ დავიბადები ჩვენი სულები თანხდებიან თუ რა გამოცდილებას მივცემთ ამ ცხოვრებაში ერთმანეთს. და თითეული ჩვენგანი დაატარებს დედამიწაზე მოვლენების სულიერ მისიას. 8 მილიარდი ადამიანი ამ პლანეტაზე და მაინც ნინი და ნოა ვისთან ერთადაც აღვასრულებ კანონს მარადისობისას. ნოა ჩვენ ცხოვრებაში დაიბადა როგორც სული, რათა გაგვაფართოოს, ვიყოთ მშობელნი და შემოქმედნი. ტკბებით ყოველი წამით მისი საუბრით. ეს ვალეთი. შემოიმაგა გასიმინდა. მისი ქცევებით. მისი არსით. რადგან ის აღარასდროს იქნება ისეთი ხვალ, როგორიც არის ახლა. მე რა ვიცი, მე პიპოში ვარ. თუ მოგეწონა ჩვენი ერთად ხილვა, ჩვენი მოგზაურობა, ურთიერთობები, გამოიწერეთ ჩვენი არხი. გამოიწერეთ ჩემი არხი. ხოლო ეს მომცემს საშუალებას ნინი და ნოასთან ერთად თქვენთვის გავაკეთო ეს ყველაფერი. მე კი ამის კეთება ძალიან მინდა. იმიტომ რომ მიყვარს.